Newsweek-ში გამოქვეყნდა უკვე სტატია დაიწერა და დაიდო და ინფორმაციად გავრცელდა, რომ ტრამპი აპირებს მისი გარემოცვი, უშუალო გარემოცვიდან ზუსტად არ დაასახელეს სახელი, რომ ტრამპი აპირებს გაგრძელებას, ჩვეულებრივ გაგრძელოს უკრაინის დაფინანსება და არანაირად არ აპირებს იმის შეწყვეტას და ეს მოყვა იმას, რომ ამავე დროს ნატოს მონაწილე ქვეყნებს თხოვს, რომ GDP, ესე იგი შემოსავლის ეროვნული შემოსავლის 2%-ის ურიცხავდნენ ახლა სამხედრო თავიანთ სამხედრო ინდუსტრიას, რომ 5%-მდე გაზარდოს ეს. და ძალიან კარგია, რომ ეს ხდება, იმიტომ რომ ხედავთ ჩვენ იმდენად უკან არის დღეს ევროპა სამხედრო თვალსაზრისით, სამხედრო ინდუსტრიული თვალსაზრისით და პლუს ამას თვითონ ცოცხალი ძალითაც თუნდაც არმიების თვალსაზრისით რუსეთთან შედარებით, რომ ეს სერიოზულ მსოფლიო საფრთხეს ქმნის. სოფლიო საფრთხეს ქმნის, დიახ. ხო, იმიტომ სოფლიო საფრთხე იქნება, იმიტომ რომ სოფლიოს ამ შემთხვევაში როგორც აი მედიცინაშია, ხო პრევენცია